Linux-ი 2 წუთში. Let's go. Linux-ი არის გახსნილი კოდის მქონე უფასო კერნელი, იგივე ოპერაციული სისტემის მთავარი ლოგიკური ბირთვი, რომელიც შექმნა Linux Torvalds 1991 წელს, ხოლო GNU არის ინსტრუმენტები Linux-ისთვის, მაგალითად კომპაილერები, ბიბლიოთეკები და კიდევ ბევრი რამ, რაც Linux აძლევს იმის საშუალებას, რომ იყოს სრულფასოვანი ოპერაციული სისტემა, რომელსაც ჰქვია GNU Linux. ამიტომ ხშირ შემთხვევაში, როცა ახსენებენ Linux, სინამდვილეში გულისხმობენ GNU Linux. GNU Linux-იდან წარმოიშვა უამრავი დისტრიბუტივი, რომელთა უმეტესობა open source-ია, რაც მათ ბევრად საიმედოს ხდის. არსებობს ყველანაირი დისტრიბუტივი ყველანაირი გემოვნებისთვის, მაგალითად Ubuntu დაწყებთათვის, Arch Linux სრული კონტროლისთვის და პერსონალიზაციისთვის, Kali Linux თეთრი ჰაკერებისთვის და ასე შემდეგ. Linux-ი ასევე გამოიყენება სერვერების უმეტესობაში მისი სტაბილურობისა და უსაფრთხოების გამო. კიდევ ბევრი დადებითი ჩამოთვლა შეიძლება, თუმცა არსებობს ის მიზეზებიც, რის გამოც ბევრი Linux აკრიტიკებს. პირველი არის გეიმინგი. ისტორიულად ისე ჩამოყალიბდა, რომ მომხმარებლების უმეტესობა იყენებს Windows. ამიტომ დეველოპერებს Linux-ზე თამაშების მხარდაჭერა ხშირად არ უღირთ. დიდი პრობლემაა პოპულარული ანტიჩეთებიც, რომლებიც Linux ბლოკავენ. მიუხედავად იმისა, რომ Valve-ის Proton-მა სიტუაცია გააუმჯობესა, multiplayer gaming-ი პრობლემად მაინც რჩება. რაც შეეხება single player თამაშებს, აქ სიტუაცია ბევრად უკეთესია. ისეთი თამაშები როგორიცაა RDR 2, GTA 5, Resident Evil და კიდევ ბევრი თამაში Proton-ის დახმარებით უპრობლემოდ ირთვება. მეორე არის ჩაკეტილი კოდის მქონე აპლიკაციები. ამის ძალიან კარგი მაგალითია Adobe და Microsoft Office, რომლებიც ოფიციალურად არ უშვებენ პროდუქტებს Linux-ისთვის, რაც ბევრისთვის დაბრკოლება ხდება. მიუხედავად ამ ყველაფრისა და კიდევ ბევრი წვრილმანისა, ბევრისთვის ეს მინუსები არაფერს წარმოადგენს. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს dual boot, რომელიც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ერთ კომპიუტერში ორი ან მეტი ოპერაციული სისტემა გქონდეს. თუ რამე მნიშვნელოვანი გამორჩა, შეგიძლია კომენტარებში დაწეროთ.